მეფობას ხელობა ჯობია. იყო და არა იყო რა. ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი ჭაბუკი მეფე, ცოლი არ ჰყავდა, მაგრამ სხვა უფლისწულებივით თვალი დიდგვაროვანთა ქალიშვილებისკენ არ გაურბოდა. დაბიურად გადაცმული დადიოდა და თავის გუნების ქალს დაეძებდა. ამ ძებნა-ძებნაში ერთი ხელოსნის გოგო მოეწონა და იმავე დღეს შუამავლად თავისი პირველი ვეზირი მიუგზავნა. გოგოს მშობლებიც ასეწივნენ სიხარულით, რომ მათ ქალიშვილს ახალგაზრდა ხელმწიფე თხოვულობდა. რა თქმა უნდა, თვითონ გოგოსაც ძალიან გაუხარდა, მაგრამ გულს უცაბედად არ აჰყვა და მაშინვე ის იკითხა: რა ხელობის კაციაო? როგორ რა ხელობის კაცია? გაიკვირვა დიდვეზირმა. მეფეა. მეფობა რომელი ხელობაა? კვლავ იკითხა გოგომ. რისი გაკეთება შეუძლია? მეფე სახელმწიფოს მართავს. განუმარტა ვეზირმა გოგონას. სულ ეგიცის? ჩააცივდა გოგო. ამაზე კარგი რა უნდა იცოდეს? თვითონ თავის ხელით არაფერს აკეთებს? თავისი ხელით არაფერს და მეფეს ეს არც ეკადრება, თვითონ ბრძანებს და საქმეს სხვები აკეთებენ. მაშ მეფობა ვერაფერი ხელობა ყოფილა. თქვა ქალმა. სანამ რაიმე ხელობას არ ისწავლის, ცოლად არ გავყვები. მშობლებს ძალიან ეწყინათ თავიანთი ქალიშვილის უარი. ეწყინა რა თქმა უნდა დიდვეზირსაც. მეფეს კი სულაც არ წყენია. პირიქით, სადედოფლოს პასუხმა დააფიქრა. მართლაც და რა კაცია ის, ვინც ერთი ხელობა მაინც არ იცის და თავისი ხელით ცოტა რამის გაკეთება მაინც არ შეუძლიაო. და დიდვეზირს კითხა ხელობის ცოდნა მეფობას ხომ არ ამცირებსო. პირიქით, უთხრა დიდვეზირმა. ქვეყნის მმართველმა ყველაფერი უნდა იცოდეს. რაც მეტი ხელობა იცის კაცმა, მით მეტის შემძლებელია ცხოვრებაში. არც რამე გაუჭირდება. წეღან ვერ შეგბედეთ, თორემ სწორედ ასე თქვა თქვენმა სადედოფლომ. ერთიც ვნახოთ და ხალხმა მეფეთ აღარ ინდომოს, მერე რით აპირებს თავის რჩენას და ცხოვრებასო. მართალი უთქვამს. თქვა ჭაბუკმა მეფემ და ისევ დიდვეზირს ჰკითხა. ყველაფერს რომელი ხელობა სჯობს? ფეიქრობა ყველა ხელობას ჯობია. მიუგო დიდვეზირმა. რა შეედრება ფერადი ყვავილების ქარკვას, თანაც ძაფი და ბაწარი ყველგან იშოვება და ფეიქარსაც მეტი არაფერი სჭირდება. დიდვეზირის რჩევას მეფეც დათანხმდა და სასახლეში ყველაზე სახელგანთქმული ხალიჩების მქსოველი მოიწვიეს. ოსტატმა სულ მალე შეასწავლა მეფეს ხელობა და ბოლოს მთლიანი ხალიჩის მოქსოვაც მიანდო. ამ პირველ დამოუკიდებელ ნახელავში მეფემ მთელი თავისი ნიჭი, უნარი და შეძენილი ცოდნა ჩააქსოვა. თავიდან ბოლომდე ფერადი ყვავილებით მოხატა. ყვავილებს შორის სატრფიალო ლექსები ჩაურთო და საალერსო სიტყვები ისე იყო ყვავილთა ფოთლებში შეხამებული, რომ თუ ყურადღებით არ დააკვირდებოდა, მნახველი ვერაფერს გაუგებდა. მაგრამ ჭკვიანმა გოგომ უმალვე ამოიცნო და თანხმობად შეუთვალა. გადაიხადეს დიდი ქორწილი და დაიწყეს ბედნიერი ცხოვრება. ჭაბუკ მეფეს ერთი ახირებული ჩვეულება ჰქონდა. ხანდახან მოიხასიათებოდა, გადაიცვამდა დაბიურად და მარტოდ წავიდოდა სანადიროდ. ერთხელაც გადაიცვა უბრალოდ ანისამოსი და გაემგზავრა. იმ დღეს ვერაფერი ინადირა, საგზალით შემოელია და მოშივდა. უცბად უსიერ ტყეში ერთ დუქანს წააწყდა და მაშინვე მიაშურა. შევიდა დუქანში და დახლიდარს კითხა. სადილი გააქვს? როგორ არა, გვაქვს. აბა, მაშ მაჭამე, თორემ გელივით მშია. აიხსენით იარაღი და დარბაზში მობრძანდით. შესთავაზა ქალმა. მეფემ აიხსნა მშვილდისარი, ხმალხანჯალი, როგორც სტუმართმა სპინძლობის წესია, დახლიდარს ჩააბარა, დახლიდარმა მეფის იარაღი დახს უკან შეინახა და ხალიჩებით მოფენილი დიდი ოთახის კარი გაუღო. მეფეს მოეწონა დახლიდარის ასეთი თავაზიანობა და დარბაზში მკვირცხლად შეაბიჯა. მაგრამ შედგა თუ არა ფეხი შიგ, უცებ იატაკი ჩაბრუნდა და მეფემ ბნელ და ღრმა ორმოში მოადინა ბრაგვანი. გულგახეთქილი და გაოგნებული მეფე წამოდგა და მიმოიხედა, მაგრამ რას დაინახავდა? ირგვლივ ისეთი სიბნელე იდგა, თვალთან თითის მიტანა არ შეიძლებოდა. უცბად გვერდიდან ვიღაცა დაელაპარაკა. ვინა ხარ? ანამ დუქანში, ამ ცოდვის ორმოში რისთვის მოხვედი? როგორ თუ ცოდვის ორმოში? გაუკვირდა მეფეს.
მეფის ამ კითხვაზე ახლა მეორე ხმამ უპასუხა. როგორ და ვინც ამ ორმოში მოხვდება, სიკვდილს ვერ გადაურჩება. ახლა ჯერი ჩვენზეა მომდგარი. ჩვენ რომ ბოლოს მოგვიღებენ დუქნის პატრონები, მერე შენც დაგკლავენ. კი, მაგრამ რა დავუშავე, რატომ დამკლავენ? იკითხა უაღრესად გაკვირვებულმა მეფემ. ეს დუქანი ყაჩაღებისაა. უპასუხა პირველმა ხმამ. აქ ყველას ადამიანის ხორცით უმასპინძლდებიან. ვინც მარტო შემოვა და თვალადაც მოეწონებათ, მაშინვე ამ ორმოში უკრავენ თავს, მერე დაკლავენ და გემრიელ კერძებს აკეთებენ. ამ საზიზღრობას რატომ შვებიან? კვლავ იკითხა მეფემ. მოგების გულისთვის. უპასუხა იმავე ხმამ. საქონლის ხორცში ფული უნდა მისცენ, ასე კი კაპიკი არ ეხარჯებათ. მოგებას ისე გაუწუწკებია ეს ვაჭრები, რომ აღარაფრისა აღარ ცხვენიათ და აღარც სიბრალული და ადამიანობა გააჩნიათ. ამ ლაპარაკში რომ იყვნენ, ორმოში შეიარაღებული კაცები ჩამოეშვნენ. წააქციეს ის, ვინც მეფეს პირველად გამოელაპარაკა და ყელი გამოსჭრეს. მეფე საგონებელში ჩავარდა. რაქნას, როგორ დაიხსნას თავი. უცბად ხელობა მოაგონდა და მკვლელებს ჰკითხა. მეც ასე უნდა მომკლათ? აბა რას გიზამთ? შენ რომელი წითელი კოჭი ხარ? მე ისეთი ხელობა ვიცი, რომ 10 ჯერ მეც მოგაგებინებთ. ჩემს სიკვდილს რას გამორჩებით? არ გირჩევნიათ მაცოცხლოთ და ფულები ხვეტოთ? უთხრა მეფემ. მაინც რისი გაკეთება შეგიძლია? კითხეს მკვლელებმა მეფეს. მე ისეთ ხალიჩებს მოგხსოვ, რომ თითო 500 თუმნად გაიყიდება. ხალიჩებში 500 ოქროს ვინ გაიღებს? დაეჭვდნენ მკვლელები, მაგრამ მეფემ მალე ჩააჩუმა. საეჭვო არაფერია, ყიდველს თვითონ მე გასწავლით. თქვენ მარტო ნართის ძაფი და საქსოვი მოწყობილობა მომიტანეთ და შედეგს თქვენი თვალით ნახავთო. აქ რომ მოგიტანოთ ყველაფერი, მოგსოვ? რატომაც არა, ოღონდ სანთელი დამანთებინეთ, თორემ ამ სიბნელეში ფერებს ვერ გავარჩევ. კარგი, გენდობით. უთხრეს ვაჭარ მკვლელებმა. ჩამოგვიწერე რა და რა გჭირდება და ყველაფერს მოგიტანთ. მეფე ჩამოჭდა და ჩამოწერა. 2 ყდა, 2 ლილვი, 2 გარა ლურსმნები, 4 სამატსაკლების სოლი, 2 საშევარი, თოკი, ფხინი და 7 ფერადი ნართის გორგალი. აი, ყველაფერი ეს მომიტანეთ და დანარჩენი მე ვიცი. უთხრა მეფემ და მკვლელებს დაწერილი სია გადასცა. ფულს დახარბებულებმა კაციჭამი ამიკიტნებმა ყველაფერი იმ დღესვე მიუტანეს. მეფეც იმავ დღეს შეუდგა საქმეს. 7 დღე და ღამე თავა უღებლად იმუშავა. მერვე დღეს ქსელი გაჭრა და ყდიდან ისეთი ხალიჩა ჩამოიღო, რომ ქვეყნად იმისი ბადალი არაფერი მოიძებნებოდა. ფერად ყვაველწნულებსა და ფოთლებს შორის მეფის მთელი თავგადასავალი ეწერა. მაგრამ ასოები ისე იყო შეხამებული და ჩახლართული ერთმანეთში, რომ იმის ამოკითხვას დედოფლის მეტი ვერავინ შეძლებდა. ახლა პირობის თანახმად ისიც გითხარი, ვინ იყიდის ამ ხალიჩას და ვინ გაიღებს 500 ოქროს? კითხეს მიკიტნებმა. ამის ფასს უბრალო კაცი ვერ შესწუდება. აუხსნა მეფემ. მიიტანეთ მეფის სასახლეში და დედოფალი იყიდის. წავიდნენ მიკიტნები და ხალიჩა მეფის სასახლეში მიიტანეს. რა გნებავთო? კითხეს სასახლის მცველებმა. ასეთი და ასეთი ნივთი გვაქვს გასაყიდი და გვინდა დედოფალს ვაჩვენოთო. კარისკაცებმა მოახსენეს დედოფალს. დედოფალმა მოსულების დარბაზში შეყვანა ბრძანა. შევიდნენ მიკიტნები და გაშალეს ხალიჩა. დედოფალმა დახედა თუ არა, წამსვე მიხვდა, რომ ხალიჩა მისი ქმრის ნახელავი იყო. მერე საიდუმლო წარწერა ამოიკითხა. მეფეს წერდა, როგორ ჩავარდა ტყვედ, როგორ გადაარჩინა სიკვდილს ხელობის ცოდნამ და ბოლოს დასძენდა. ამ ხალიჩაში უსათუოდ მიეცი 500 ოქრო, მერე შენი საწოლი ოთახისთვის დაავალე ახალი ხალიჩის მოტანა, ოღონდ მოსთხოვე, რომ თვითონ ოსტატი მოგიყვანონ და იმან აიღო ზომა, თორემ ოდნავ მეტნაკლებიც რომ იყოს, არ ავიღებ თქო. შევპირდი 1000 ოქროს, თან კარისკაცებს დაავალე, რომ ამ ავაზაკებს ჩუმად თვალყური ადევნონო. დედოფალმა ყველაფერი დაწვრილებით გაიგო, მაგრამ გარეგნულად არაფერი შეიმჩნია. უყოყმანოდ ჩაუთვალა მიკიტნებს 500 ოქრო და უთხრა. ერთი ასეთი ძვირფასი ხალიჩა ჩემი საწოლი ოთახისთვის მინდა.
ოღონდ ზუსტი ზომისა უნდა იყოს და ამისთვის მე მგონი თვითონ ოსტატის მოყვანა დაგჭირდებათ, რომ კარგად გაიზომოს სიგრძე სიგანით. ნუ გეშინიათ, ფასზე არ გალაპარაკებთ და თქვენს ოსტატს თუ ჩემი გუნების ხალიჩას მოაქსოვინებთ, 1000 ოქროს სულ ბაჯახლოს ჩაგითვლით. ერთი სიტყვით სწორედ ისე უთხრა, როგორც ხალიჩაზე ეწერა. 1000 ოქროს გაგონებაზე კაცი ჭამია მიკიტნებმა თვალები გადმოკარკლეს და ყველა პირობაზე სიხარულით დათანხმდნენ. მეორე ღამესვე მოიყვანეს მეფე ოსტატი და სასახლეში შეიყვანეს. დედოფალს გული დაეწვა მეფის დანახვაზე, მაგრამ სიბრალული არც ამჯერად შეიმჩნია. მეფეს ხელში საზომი მისცა და თავის საძილე ოთახში შეუშვა. მეფეს ოთახში კარისკაცები დახვდნენ და სამეფო ტანსაცმელი დაახვედრეს. მეფემ საჩქაროდ გამოიცვალა ძველმანები, გაიკეთა სამეფო ნიშნები და დარბაზშივე გამოვიდა. მიკიტნებმა, რა თქმა უნდა, ვერ იცნეს. თქვენ ხართ ხალიჩის ვაჭრები? კითხა მეფემ. ჩვენ გახლავართ. თვითონ იღებთ დედოფლის ახალ შეკვეთას 1000 თუნიან ხალიჩაზე? დიახ, ჩვენ ვიღებთ. აბა, მე თვითონ ვინა ვარ? კითხა ბოლოს მეფემ. რაღა თქმა უნდა, მეფე ბრძანდებით. მიუგეს მიკიტნებმა. ჩემ შესახებ სხვა არაფერი იცით? ამაზე მეტი რაღა უნდა ვიცოდეთ. აი, თქვე კაცი ჭამია ავაზაკებო. დაასჭყილა მოთმინება დაკარგულმა მეფემ. განა ის ხალიჩა მე არ მოვქსოვე თქვენ რომ 500 ოქრო ჩაიჯიბეთ, მაგრამ ახლა სამუდამოდ მოეღო ბოლო თქვენს ავაზაკობას. ჩემს ხელში ხართ და ვეღარსად წახვალთ. ამის შემდეგ მეფემ უბრძანა კარისკაცებს და ყველანი იქვე დაატყვევებინა. მერე ჯარი გაგზავნა დუქანში, დუქანი დაარბევინა და დანარჩენებიც ხელფეხ გაკრული მოაყვანინა. მოიწვია სამსჯავრო და ყველასთვის ჩამოხრჩობა მიასჯევინა. დამნაშავეები რომ ჩამოახრჩვეს, დედოფალი მეფეს გადაეხვია და უთხრა. აბა, ცუდი ვქენი ხელობა რომ შეგასწავლე? რაც მართალია, სული ახლა შენით მიდგას. უთხრა მეფემ. შენ რომ ასეთი ჭკვიანი არ მყავდე, დღეს ჩემი ძვლებიც აღარ იქნებოდა. მეფობა მართლაც ვერაფერი ხელობა ყოფილა. მეფობა აქ ვეღარაფერს მიშველი და ხელობამ კი აი ცოცხალი გადამარჩინა. ჭირი იქა, ხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქ.